სოფლის პროგრამების მხარდაჭერის პროექტით შორაპანში შიდა გზების რეაბილიტაცია დაიწყო. ბეტონის დაგების სამუშაოები დღეს ჭიათურის ქუჩის პირველ ჩიხში მიმდინარეობდა. რატომ აყოვნებს სახელმწიფო გასაშვილებელი ბავშვისთვის სტატუსის მინიჭების საკითხს? რა ინფორმაციას ფლობს გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი? შვილად აყვანის კანონში ცვლილებებია. კომპანია ლიდერბეთი კალათბურთის პოპულარიზაციისთვის იმერეთის რეგიონში საკალათბურთო ტურნირი გაიმართა. გამარჯვებული გუნდი ლიდერბეთმა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. სოფლის პროგრამების მხარდაჭერის პროექტით შორაპანში რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტის შეკეთება მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაბა შორაპანს 29,000 ლარი გამოიყო. მოსახლეობის გადაწყვეტილებით პრიორიტეტად შიდა გზებისა და ჩიხების რეაბილიტაცია დასახელდა, რომელზეც 17,000 ლარი დაიხარჯება. გზის სარემონტო სამუშაოები დღეს ზესტაფონის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მოინახულა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს RGF-ის, MGF-ის, ადგილობრივი ბიუჯეტისა და სოფლის პროგრამებით გათვალისწინებული სამუშაოები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ზუსტად სოფლის პროგრამებით გათვალისწინებული ერთ-ერთ პროგრამაზე, კერძოდ ჭიათურის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს მოქალაქეების მიერ ჩვენს მიერ შეძენილი სასაქონლო ბეტონის მოგება, მოწყობა და ხორციელდება ანალოგიურად აქ ადგილი ექნება 50 კუბამდე ბეტონის შემოზიდვას დღევანდელ დღეს, ასევე იქნება მომავალი ჩიხიც არის გათვალისწინებული დღევანდელი სოფლის პროგრამით. ბეტონის დაგების სამუშაოები ჭიათურის ქუჩის პირველი ჩიხის 130 მეტრიან მონაკვეთზე დღეს დაიწყო. აქვე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების შეკეთებითი სამუშაოები. პირველი ჩიხის მონაკვეთის რეაბილიტაციას 8,000 ლარი მოხმარდება. მოსახლეობა მუშაობს ენთუზიაზმით, საუკუნო საქმე ეკეთება ნამდვილად და გაგრძელდება ხვალ და ზე კიდე ბეტონის შემოზიდვა აქ ამუბანშივე დაახლოებით იგივე რაოდენობის ბეტონის ფენილი, ისევე სხვა ჩიხი არის მხოლოდ იქით ხარეს და აი ამით სრულდება ბეტონის სამუშაოები ამუბანში. დანარჩენი პროგრამები ხორციელდება სხვადასხვა შემდეგ სხვა უბნებში, ასე რომ ხალხი ძალიან კმაყოფილია, ხალხი თხოვლობს აი ესეთ საქმეებს და ვცდილობთ ჩვენც რომ გვერდში დავდეთ ყველანაირად. აღნიშნულ ქუჩაზე დაახლოებით 25 კომლი ცხოვრობს, რომელსაც როგორც თვითონ აღნიშნავენ ყოველი წვიმის დროს დატბორვის საშიშროება ემუქრებოდათ. დატანჯული ვიყავით ამ მონაკვეთზე საერთოდ. რამდენი გაწვიმდებოდა, ჩამორეცხავდა, ავიტანდით ხრეში დავაყრიდით, ისევე ჩამორეცხავდა. ეხლა ბოლო ხანებში წვიმა აღარ არის, მაგრამ ნამდვილად კარგი საქმე კეთდება. რომ შეხედავთ ავტობანს, ვაგონებს. კარგია, ნამდვილად. დასაფასებელია. დიდი მადლობელი ვართ ადგილობრივი ხელისუფლების და აქედან გამომდინარე ალბათ ცენტრალურისის. ასეთ რამე ჩვენ არ გვახსოვს ბატონო, წყალში ვიხრჩებოდით მართლაც რომ მოვარდებოდა. დიდი წვიმის დროს აქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა. სახლი შემოვარდებოდა, იყო ერთი ამბავი და ახლა კანონების კარგად კეთდება. ბეტონის კაი გზა კეთდება ბატონო. საშვილი შვილოთ. 15 წენაგლები არ არის სანტიმეტრი, ძალიან კარგად კეთდება. მადლობელი ვართ ყველაფრისთვის. ყველაფრისთვის, ჩემი ამირანისთვის და სუღოლასთვის, თქვენი და სუღოლასის რაიონის ხელმძღვანელობისთვის ბატონო. მსგავსი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება ასევე ჭიათურის ქუჩის მეორე, მესამე და მეოთხე ჩიხებში. ბეტონის დაგების სამუშაოებს ადგილობრივები საკუთარი ძალებით ახერხებენ. დარჩენილ თანხებს შორაპანში გაჩეჩილაძის ქუჩის წყალმომარაგების სამუშაოებს მოახმარებენ. ასევე დაგეგმილია ზაზა ფერაძის სახელობის სკვერის კეთილმოწყობაც. ეს თბილისის ჩულბავშვთა სახლია. აქ იმ ბავშვთა ნაწილი ცხოვრობს, რომლებსაც ჩვეულებმა უარი თქვეს.
ასეთი კი საქართველოში 200-მდე ბავშვია. გაცილებით მეტია შვილის აყვანის მსურველი, მათი რაოდენობა 3000-ს დება. ისინი ბავშვებს ასაკის, ჯანმრთელობისა და ხშირად სქესის მიხედვითაც არჩევენ. მოთხოვნების დიდი ნაწილი არის შვილებზე. ყავს ჩვენ დაუშვათ არა სტატუსის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არ მქონე ბავშვი, მაგრამ აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, რაზეც საქართველოში მშვილებლები სამწუხაროდ უარს ამბობენ. შვილის აყვანის სურვილთა მოთხოვნების პარალელურად არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ პრობლემა თავად სისტემაშიცაა. ანა აბაშიძე ამბობს, რომ თუ კი მშობელი თავის მოვალეობას არ ასრულებს, სახელმწიფომ ბავშვს გასაშვილებლის სტატუსი დროულად უნდა მიანიჭოს. სახელმწიფოს ზრუნველობის ქვეშ ამჟამად 1700-მდე ბავშვია. შეუძლია სახელმწიფოს უფრო აქტიურად იმუშაოს იმაზე, რომ თუ მშობელი არ ასრულებს მის მოვალეობას, ამ შემთხვევაში დააჩქაროს ამ ბავშვების გაშვილება და მისცეს ბავშვს საშუალება იცხოვროს ოჯახურ გარემოში. გაეროს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, რომ მოქმედი კანონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციულია. მაია ქურციკიძის თქმით, მათი უშუალო ჩართულობით ცვლილებათა პაკეტი შემუშავდა და იგი ქართულ კანონმდებლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედს და უახლოვებს. ამ ადამიანებს არ შეეძლოთ ბავშვის აყვანა, ასევე მათი შვილებიც ავტომატურად ექვემდებარებოდნენ გაშვილებას და ახალი კანონმდებლობით ეს იცვლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებსაც ექნებათ საშუალება, რომ აიყვანონ შვილი, ან მათი შვილები ყავდეს თავისთან და არავინ არ წაართვას. თუ მივიღებთ ჩვენ აი ამ კანონს გაშვილების და მინდობითი აღზრდის შესახებ, ესეც იქნება გადადგმული ნაბიჯი წინ, რომ მიუახლოვოთ ჩვენი კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს და მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს, მაგრამ რასაკვირველია, ძალიან ბევრი საქმე დარჩა და ბევრი ღონისძიება უნდა გატარდეს იმისათვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე პირდაპირ გზით გაშვილების აკრძალვასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, დადგინდება შვილად აყვანის მსურველსა და გასაშვილებელ ბავშვების ასაკობრივი სხვაობის მაქსიმუმიც. დოკუმენტი ამჟამად პარლამენტში მუშავდება და ჯერ საჯარო არაა. კომპანია ლიდერბეთმა იმერეთის რეგიონში კალათბურთის ტურნირი ჩაატარა. ტურნირი სამოყვარულო ხასიათის იყო და მასში იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. მიხეილ სალაძის სპორტულ გამაჯანსაღებელცენში განხორციელებულ სპორტულ ღონისძიებაში 9 იმერული გუნდი ჩაერთო. საკალათბურთო დაპირისპირება ზესტაფონში თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველაზე საუკეთესო გუნდის გამოვლენის შემდეგ კომპანია ლიდერბეთმა გამარჯვებულები 500 ლარიანი სასაჩუქრე პაკეტით დააჯილდოვა. ტურნირის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება კალათბურთის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ლიდერბეთი კალათბურთის ტურნირის ჩატარებას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს. კომპანია ლიდერბეთმა გადავწყვიტეთ იმერეთის რეგიონში ჩაგვეტარებინა სამოყვარულო თამაშები კალათბურთში, სადაც თავი მოიყარა იმერეთის რეგიონის 9 გუნდმა და როგორც ხედავთ, ეხლა მიდის თამაშები თავის საპრიზო ფონდებით. გამარჯვებულ გუნდს ერგება 500 ლარი ლიდერბეთისგან და ჩვენი მიზანია იმერეთი არის ჩვენი პირველი ლოკაცია ამ აქციის და გავყვეთ და მთლიანი საქართველოს მასშტაბით ჩავატაროთ ესეთი კარგი და რა ვიცი სახალისო და ყველა სიამოვნებას რომ მიანიჭებს ისეთი ტურნირები.